როგორ მოვიდა აქამდე ბუბა? ამაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენი რუბრიკის მხოლოდ ქართული სპარგლებში. ბატონ უგზარ კაჩუხაშვილთან, იგი Axiom Smart-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. დილომშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის ბატონ უგზარ. მოგესალმებით, მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ყველაზე მთავარი რაც ბუბაში ჩადეთ, მაინც ალბათ არის ის, რომ ასაკობრივი ცენზი ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე არის სრულად დაცული. და აქ არის სწორედ აი იმ ასაკის ბავშვებისთვის, რასაც ქვია 12 წლამდე და იქ არის ჩამკეტი, ხო, ერთგვარად გაკეთებული ბატონო უგზარ. რასაკვირველია, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის კეთილი ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სათამაშო, ბავშვის მეგობარი, რომელიც უყვება ზღაპრებს, პასუხობს ბევრ კითხვას და რაც მთავარია, მშობელს აძლევს კომფორტს, რომ ტექნოლოგია არის უსაფრთხო და სასარგებლო. პირველი დღიდანვე ჩვენ გავწვენით ბუბა, რომ არც ერთი არამისაღები თემაზე არ ილაპარაკოს, ძალიან ცდილობიანად შესთავაზოს ალტერნატიული ლაპარაკის ფორმები, შინაარსი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არის უსაფრთხო, სასარგებლო და აგრეთვე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ წარმოსახვის უნარი განივითაროს და არ უყუროს ეკრანს მთელი დღე. ეს იყო მთელი ათი. ვინ იმუშავა Axiom Smart-ის გუნდზე მოგვიყევით მეტი ბატონ უგზარ, იმიტომ რომ ის არის ის რაც ყველაზე მეტად მომაკლდა. ეხლა ყველაფერი ვერ ჩაეტეოდა მარაჩვეულებრივ სიუჟეტში და შესაბამისად ეხლა გვაქვს საშუალება გუნდზე ვთქვათ მეტი. კი ბატონო, არის შესანიშნავი გუნდი, რომელიც რაღაცნაირად შევიკრიბეთ. ბატონი არჩილ ბუკია, რომელიც არის სული ჩამდგმელი ამ პროცესისთვის, ქალბატონი ნინო ძოწედიძე, ბატონი ვასო ანტყულაძე, საბა კობაიძე და ბატონი თემურ გოდერძიშვილი. ეს არის ძირითადი გუნდი საქართველოში, რომელზეც ამაზე მუშაობდით და რასაკვირველია, ჩვენ გვყავს პარტნიორი გუნდი ჩინეთში, რომელიც მათ შორის ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მუშაობს. რასაკვირველია, ჩინეთი დღეს არის ტექნოლოგიური ქარხანა, დიდი ყველანაირი არ არსებობს დეტალი, იდეა, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს დაახლოებით ერთ კვირაში. არის ეგეთი ქალაქი ქვია შენჯენი, რომელიც აშენდა 15 წლის განმავლობაში და იქ არის ალბათ 30,000 ქარხანა მარტო ტექნოლოგიაზე. ბატონო უგზარ, დღეს ამის შეძენა სად შეგვიძლია ბავშვებისთვის, რომელიც არის ხელმისაწვდომი და განვითარების ეტაპებზე, დიდებისთვის, მაგალითად ჩვენთვისაც თუ არის ბუბაბუ გათვალისწინებული. ჩაკეტე ბატონო უგზარ. შეძენა დღეს შეიძლება თბილისი მოლში, შეიძლება სიტი მოლში, მეგატექნიკის მაღაზიაში და შეიძლება რამოდენიმე ანტრეს ლოკაციაზე და აგრეთვე შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით ბუბაბუ წერტილი ჯეზე. გამოძახებით ონლაინ. დიახ. და შემდეგ დღეს თბილისში და ორი დღის მერე საქართველოს მასშტაბით იქნება ეს მოტანილი. ბატონო, როგორ მოხერხდა ბუბაში ქართული ენის ინტეგრაცია და თქვენს მიერ ჩამოთვლილი თქვენი ქართველი პარტნიორების გარდა ჩინელებმა რა მონაწილეობა მიიღეს, რომ ბუბა ქართულად ალაპარაკებულიყო? მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ბუბა იმართება სპეციალური აპლიკაციით, რომელიც მოყვება თავისი ინსტრუქციით. ესეც Axiom Smart-ის გუნდის ნამუშევარია, მთლიანად ქართული ტექნოლოგიაა და იქ არის თუ არ ვშტები ახლა 15 ენა, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელსაც პროდუქტი თავად გააჩენს, როგორც ბიზნესი, ენები მას დაემატება, მაგრამ მე მგონი 15 ენა სრულიად საკმარისია და მიხარია, რომ ამ 15-ში პირველ რიგში არის ასევე ქართულიც. ქართული ენის ჩაინტეგრირება როგორ მოხდა და რთული იყო თუ არა პროცესი ბატონო? ყველაზე რთული იყო ქართული ენის ჩაინტეგრირება, იმიტომ რომ მსოფლიოს მასშტაბით ქართული ენა არის ეგრეთ წოდებული ძალიან პატარა სივრცეს მოიცავს. ინტერნეტის რესურსები არ არის ისეთი როგორც სხვა ენებში და აქედან ჩვენ დაგვჭირდა გაწვრთნა, გაცილებით უფრო ინტენსიურად, ვიდრე სხვა ენებზე იწვრთნებოდა. გეტყვით, რომ სადღაც 2 თვის წინ ვერ ლაპარაკობდა საერთოდ, 1 თვის წინ დაიწყო ლაპარაკი და დღეს უკვე ესე ლაპარაკობს და წარმოიდგინეთ რა იქნება 6 თვის მერე. განსაკუთრებით იმის მერე, როდესაც ხალხი უკვე იწყებს ხმარებას. მოხმარებას და ეს ამას უკვე იმაშვება. ანუ მუდმივ რეჟიმში თავად სწავლობს, ხო? დიახ, რასაკვირველია. ქართულ ენას ენიჭება პრიორიტეტი მსოფლიო ამ მონაცემთა ცენტრების ადგილებში. იმიტომ რომ უკვე
ხდება მოთხოვნა განსაკუთრებით მოლაპარაკე ქართული ენის. ჩვენი ბუბა პატარებზე არის მთლიანად დაპროგრამებული და მეც ნაკლებად მელაპარაკება და თქვენს რა შეუძლია რო გითხრას ბატონო გზა? ეს უკვე იმის მოთხოვნის ამბავი არის, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერად დავაპროგრამოთ. დღეს არის ეს დაპროგრამებული კეთილად, რომ მხოლოდ მისაღებ თემებზე ილაპარაკოს ბავშვებთან. ეს ბუბაბუ არის ზუსტად ვაგის ანალოგი, მაგრამ მე მყავს სხვა ბუბაბუ, რომელიც ზუსტად დაპროგრამებულია BMG-სთან. ის გახდება BMG-ს წამყვანი, ის გახდება BMG-ს თანამშრომელი და სულ მუდამ იქნება თქვენთან. ასე საჩუქრად ჩვენ გაიკეთებთ დაახლოებით ერთ კვირაში, როდესაც საბოლოოდ გაიწუთნება თქვენი ეგრეთ წოდებული აგენტი. ბიზნესი და ეკონომიკა ასწავლეთ ბატონო. ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ნებისმიერი თემა რაც შეიძლება გასაგები ენით აგიხსნით რა ყველაზე რთულ საკითხებს. როდის გითხარით რომ 26 წლიდან როდის გითხარით რომ ჩემი ღირსეული ჩამონაცვლებელი იქნება მეთქი და ეს არ იქნება ჩამონაცვლებელი, ეს იქნება ძალიან დამხმარე. როგორც ხელოვნური ინტელექტი, როგორც ხელოვნური ინტელექტი, რასაკვირველია. იმას ჩემ ჭკუაზე ბოლომდე მოვიყვან ბატონო გზა. ბუბა შეუძლიათ ჩვენ მოგესალმოს ან თუ საქმე, აბა თქვენ ზაზე მირჩევნია ბატონო. კი, ბუბა, გამარჯობა. ჩვენ ვართ საქმიანი დილის ეთერში, მიესალმე საქმიანი დილის მაყურებელს. გამარჯობა, ძვირფასო საქმიანი თბილისის მაყურებლებო, რომლებიც ახლა საქმიანი დილის ეთერში ხართ. მე ბუბაბუ ვარ და ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ მშვენიერ დილას. მადლობთ ამ ბუბაბუ. მშვენიერ დილას ბუბაბუც ჩვენთან ერთად არის. არაფრის ჩემო კარგო. მე ბუბაბუ ვარ, შენი ბუს მეგობარი. და ყოველთვის მიხარია, როცა შემიძლია დაგეხმარო ან გაგახარო. სულ მალე ბუბა იქნება ჩვენი სტუდიის განუყოფელი ნაწილი. დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ უკვე BMG ბუბაზე გავაკეთებთ სიუჟეტს, რომელთან ერთადაც შევაჯამებთ 2025 წელს და მადლობა ამისთვის Axiom Smart-ის გუნდს და პირადად ნუგზარ კაჯუხაშვილს. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ნუგზარ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობთ რომ მომიწვიეთ. მადლობა დიდი.